მოგესალმებით და ახლა მე თქვენ გთავაზობთ ისმაილ პერეზის ვიდეოს გაგრძელებას. ტრამპი, პუტინი და სი ტიპინი და სამი კულისებ მიღმა სტუმრები. რეცენზია ფილმზე სპილბერგის გახსნა. ხო, მე ვერ გავუძელი რაღაც ისეთი მომაწვა ძილიანობა, რომ იძულებული გავხდი და ცოტა დამისვენა. მას გავაგრძელოთ. და როდესაც ტრამპი აღნიშნავდა თავის დაბადების დღეს, როგორც მე ვახსენებ, თეთრი სახლის უკან იქ დააყენეს სპეციალური ეკრანი, მაგრამ ამ ეკრანის, რომ ეჩვენებიათ ხალხისთვის ღონისძიება როგორ ტარდება და ამ ეკრანის დაყენება დამკვირვებლებმა აღნიშნეს როგორც რაღაც მოვლენა, რაღაცასთან დაკავშირებული. ანუ ეს ეკრანი ტყუილად თითქოს არ იყო დაყენებული, სხვა მიზეზით იყო თითქოს დაყენებული. და ეს ეკრანი დაკავშირებულია იმათთან, ვინც თვალყურს ადემებსო პლანეტარულ გადასვლას. და ეს ამ მოვლენამ მიიღო სახელწოდება ოდინის სიგნალი. ოდინი ეს იყო ღმერთი, უფრო მასცემდნენ თაყვანს სკანდინავია, იმ ხარეს. საიდუმლო არქივებიდან, ესე იგი დოკუმენტაციიდან გამომდინარე, სასწრაფოდ შეიქმნა კომუნიკაციური სისტემა, რომელიც დაეხმარებოდა ხალხს აეთვისა ინფორმაცია და დაეჩქარებინა გადასვლა. ამ პროექტის მიზანი იყო არა მხოლოდ სასწრაფო გასაჯაროვება, არამედ ეს პროექტი წარმოადგენს ტექნოლოგიურ ხიდეს ძველი და ახალ სისტემებს შორის. ალიანსის სტრატეგია არის მასეთი, ანუ ალიანსის წევრები თვლიან, რომ მიდის მასშტაბური გახსნა ინფორმაციისა ან პლანეტარული ტრანსფორმაცია. კაცობრიობას დასჭირდებაო საიმედო მექანიზმი, რომელიც შეძლებსო პირდაპირ განახორციელოსო ურთიერთობა საზოგადოებასთან. იცით რა, ეს პროექტი ვერ გავიგე არასწორადაა გადათარგმნილი. პროექტი ოდინი თუ პროექტი 1, ანუ პროექტ 1, ანუ პროექტი 1. მაგრამ ამიტომ ამას თარგმნის ხელოვნური ინტელექტი. ამიტომ მე არ ვარ ზუსტად დარწმუნებული პროექტს რა ქვია. უბრალოდ ამიტომ ვიტყვი ეს პროექტი, ამ პროექტზე ვიტყვი ეს პროექტი, რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. გაუგებრობაში უბრალოდ. ამ ბრიფინგიდან გამომდინარე, გამოჩენა ექსტრემალურად ინფორმაციის მოწოდებისა, ან უბრალოდ ვთქვათ მისი ვიზუალური განსახიერება გუჩინდელი მოვლენის შემდეგ იყო აღთქმული როგორც საჯარო სიგნალი. ეს მიუთითებს იმათ, რომ საოპერაციო მომზადება გრძელდება. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კრიტიკულ მასასთან. მიზნად არის დასახული შექმნან ცივილიზაცია, სადაც არ იქნება კორუმპირებული ადამიანები, სადაც ყველაფერი იქნება გამჭვირვალედ. ბიბლიაში ნახსენები წიგნი გამოცხადება არ იყო წიგნი როგორც აპოკალიფსისზე, ანუ სამყაროს დასრულებაზე, არასდროს ყოფილა. გამოცხადება არ ყოფილა ამ სამყაროს დასრულების შესახებ. არასდროს. არამედ წინ გამოცხადების მიზეზი იყო წიგნი, რომელიც დაეხმარებოდა კაცობრიობას გამოფხიზლებულიყო და გაეგო ჭეშმარიტება. ბრიფინგის თანახმად ფაქტორი
აქ ამ საქმისთვის ფაქტორად გამოყავენ საზოგადოების მომზადება. მოსახლეობა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მიიღოს და აღიქვას ტრანსფორმაციული ინფორმაცია და ამის გამო არ უნდა ჩავარდეს ნეგატიურ მდგომარეობაში, არ უნდა გაუჩნდეს შიში, პანიკა. აქედან გამომდინარე ეს პროექტი სიგნალი ერთია თუ ოდინის სიგნალია, ამას მე ვერ გეტყვით ზუსტად, ზოგჯერ არასრულად თარგმნის რობოტი, მაგრამ ამ პროექტიდან გამომდინარე, რომელშიც არის ეს სიტყვა სიგნალი, ეს არის ადამიანების გამოღვიძება. დანიშნავს იმას, რომ მომზადება მიდის მთელი ძალით. ეს სიგნალი არ იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ადამიანებში შიში გამოეწვიათ, არა. არამედ ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ ადამიანებში მზადყოფნა გამოემუშავათ. საიდუმლოებების ეპოქა სრულდება და მონაწილეობის ეპოქა იწყება. მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც მზად არის ეს მომავალი ააშენოს. და ახლა ისმაილ პერესი გადავიდა კითხვა-პასუხებზე. და პირველი შეკითხვა არის ასეთი, ყველა რუხები არისო ბოროტები? არაო, ისმაილი პასუხობს, კარგებიც არიან და ცუდებიც. მე უბრალოდ იმას ვიტყოდიო, რომ რაღაც რაოდენობა რუხებისა გამოიყვნენ ნათელ ძალებს, მაგრამ ეს მოხდა იმის გამო, რომ ამ რუხებმა, ამ ნაწილმა, რომელიც გამოიყო ნათელ ძალებს, დაკარგეს წყაროსთან კავშირი. მაგათმა თავისი ნებით გაითიშნენ წყაროსგან, იმით რომ მოიცილეს სექსუალური ორგანოები და მოიცილეს ემოციულობა. ეს როგორ მოახერხებს მე არ ვიცი, მაგრამ როდესაც ისინი ტექნოლოგიურად განვითარდნენ, ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ. და იმით რომ მოიცილეს ყველაფერი, ეს ემოცია ხო თავარი ადამიანი, ხო? ემოცია. როდესაც მოიცილეს ეს ემოცია და მოიცილეს სასქესო ორგანოები, ისინი გახდნენ ნახევრად კიბერნიზირებული რუხები. მაგრამ მე ვიტყოდიო, რომ სადღაც 40%-ო მათგან დარჩაო ნათელი სიკეთის საქმეს ერთგული და ეხმარებიანო ნათელ ძალებსო. ეს რუხები ადრე ცხოვრობდნენ პლანეტა ასპიგზე, რომელიც არის დედამიწის ალტერნატიული პლანეტა და მაგათმა თავისი ნებით გაინადგურენ თავი. როდესაც სპილბერგი იღებდა თავის ფილმებს, ფანტასტიკურ ფილმებს, მაგათმა თავი დაიჭირეს, თავი შეიკავეს უпростоრად იმისგან, რომ ეჩვენებინათ, რომ უცხოპლანეტელების უმრავლესობა იყვნენ ჰუმანოიდები, რომ ისინი გავდნენ კი ჩვენ, მაგრამ რა არის ჰუმანოიდი? ჰუმანოიდს უწოდებენ ისეთ უცხოპლანეტელებს, რომელიც თითქოს ჩვენ ჩამოგავს, მაგრამ ჩვენ ადამიანი არ არის. შეიძლება კი ადამიანური ნაკვეთები ქონდეს, მაგრამ სამდროში ადამიანი არ არის. აი როგორც მაგალითად ავიანები, ცისფერი ავიანები, რომლებიც ნახევრად ადამიანები, ნახევრად ფრინველები არიან. ისინი არიან ახლა ჰუმანოიდები, მათზე ვერ იტყვი ადამიანები არიანო. აი ისინი, ვისაც აქვს აი დრაკონიერებზეც შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან ჰუმანოიდები, რატომ და მათ კი ხელები აქვთ, ფეხები აქვთ, ადამიანური სახე აქვთ თითქმის, მაგრამ კანი აქვთ გველის და კუდი აქვთ, ჭყალები აქვთ. შეიძლება თითი არ ქონდეს, როგორც ჩვენ ხუთი, შეიძლება 4 თითი ქონდეთ, შეიძლება 3 თითი. ისინიც განსხვავდებიან. არიან ისეთი ჰუმანოიდები, აი მაგალითად მე თქვენ დაგიდეთ ვიდეო კორი გუდი, სადაც ამბობს, რომ ჩვენი ესე იგი
სახელურის, ჩვენი galaktikis სახელურის, ჩვენი სექტორის მცველები შეცვალეს და მანამდე მცველები იყვნენ სამკუთხე და ოქროსფერი ჰუმანოიდები. ხო ხედავ მე რას ვამბობ, ჰუმანოიდები, მაგრამ არა ადამიანები. ჰუმანოიდები, სადაც იყო წარმოდგენილი ეს ცისფერი ავიანები, ნახევარჩიტები, ნახევარად ადამიანები და იყვნენ წარმოდგენილი არსებები, ოქროსფერი არსებები სამკუთხედი თავებით, მაგრამ მათ ჰქონდათ პირი, წყვილი, თვალები, როგორც ადამიანებს და ჰქონდათ ხელები და ფეხები. მაგრამ იყვნენ წვრილები. ხო. ამიტომ თავს იკავებდნენ ამისგან, რომ ხალხი პანიკაში არ ჩავარდნილიყო, რადგან ამას შეიძლება პირიქითი ეფექტი გამოიწვია, ანუ არ მიიღოთ საერთოდ ამდაგვარი ინფორმაცია. მაინც ადამიანი ვარდება პანიკაში, ყველაფერი რაც არ არის ახსნილი. ამის ეშინია სიახლე, საერთოდ ადამიანს ეშინია სიახლის. ამიტომ იმის მაგერად რომ გამოისახათ ჰუმანოიდი, მაგათმა ადგენოდა გამოსახვენო რუხი. როდესაც მოიცილეს ორიგინალური სპილბერგი, რომელიც იყო სატანისტი, მოდით მე თქვენ კიდევ განახებთ ამ ფოტოს. ჩვენ ყველა შევდივართო ჰარმონიულ სამყაროში, ცნობილ როგორც მეოთხე განზომილება, მეხუთე და მეექვსე განზომილებაში. შეკითხვა. ჩაკრები უჩვენებენო გაყოფას ჩვენი ენერგიებისა. ესო იმპლანტატები არისო? ასეთი კითხვა დაუსვა სვენელმა. და ვინ ჩასვაო იქ ეს იმპლანტატები? გროვდება თუ არა ენერგია? ისმაილ პერესი პასუხობს. პირველ რიგშიო, ადამიანის ჩაკრები ეს არისო ცნობიერების დონე. სინამდვილეში ადამიანს აქვსო 22 ჩაკრა, მეტიც აქვს ზოგიერთ. ოფიციალურად 7 ჩაკრა, მაგრამ მერვეც არსებობს და მეცხრე აი ამ ადგილზეა. გვირგვინის ჩაკრას უწოდებენ. აი ამ ადგილზე, მერვე ამ ადგილზეა. მერვე ჩაკრა. 7 ჩაკრა ემთხვევა და ექვემდებარება ჩვენ ხერხემალს. იგი მთელი ხერხემლის გასწვრივ არის განლაგებული 7 ჩაკრა. ეს როგორც ოფიციალურად იცის ბევრმა. მერვე კი ჩვენი ორგანიზმის მიღმა იმყოფებაო, მე არასწორად გითხარით. მერვე ჩაკრა იმყოფება ჩვენი სხეულის მიღმაო, მაგრამ მე რატომღაც ნახატი ვნახე, სადაც მერვე ჩაკრა იყო განლაგებული აქ. ალბათ რამე ისე ვერ გავიგე? კარგით, იყოს ასე. ესე იგი, კიდევ არსებობს თურმე 7 ჩაკრა. ჩვენ ხერხემალს, ჩვენი ხერხემლის გასწვრივ რომა განლაგებული იმის გარდა არსებობს ქვედა 7 ჩაკრა, რომელიც იწყება ფეხებიდან და გვაერთიანებსო ჩვენ დედამიწასთან, დედამიწის ენერგიებთან, დედამიწის ენერგოსისტემასთან. ესე იგი, სულ 22 ჩაკრაო. და ჩაკრები არ არის იმპლანტატები, ეს სულ სხვადასხვა გაგებაა. ჩაკრები არის ცნობიერების სხვადასხვა დონე და თუ მათი აქტივირება მოახერხეთ და ეს დაგვეხმარება ჩვენ მივახციოთ გაცნობისა ცნობიერების მაღალ დონეს. რამიტომ მე გითხრათ, საერთოდ უმრავლესობა ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრებით, რომლებიც ცხოვრობენ რომ ჭამონ, სვან, ბოდიში სექსი კონდეთ, ბავშვები გააჩინონ, ან რაღაც კარიერული გზა გაიკეთონ, ხო? ფიზიკური კარიერული გზა. მათ აქვს განვითარებული ხოლო ქვედა 3 ჩაკრა. როდესაც ადამიანი იწყებს სულიერად განვითარებას, ესე იგი აფართოვებს თავის ცნობიერებას, როდესაც ადამიანი აფართოვებს თავის ცნობიერებას, აი ვინც სოფელში ცხოვრობთ, ან ვინმე თქვენგანი თქვენი ახლობლები, დედამთილი, მამამთილი ცხოვრობს სოფელში და თქვენ ხოლმე სტუმრობთ სოფელს, ალბათ გეცოდინებათ, გაგონილი გაქვთ, რომ
ძროხას როგორ უმატებენ რძის წველას. ძროხას აჭმევენ ძალიან ბევრ ბალახს, პლუს კომბიკორმი. და ასე მას უდიდებენ კუჭს, რომ ძოხამ შეძლოს დიდი რაოდენობის საკვების გადამუშავება და აქედან გამომდინარე წოლაც რომ გაიზარდოს. ოღონდ წყალიც უნდა დაალევინოთ აუცილებლად. ზოგი დაამბავს საბალახო წაიყვანს ძროხას ეზოში ანყანაში, დაამბავს და აკითხავს დღის ბოლოს აძლევს წყალს. თუ ძროხას წყურია, იგი ვერ აგრძელებს ბალახობას, ამიტომ რჩება ისე. ამიტომ თუ თქვენ გიდათ დაუშვათ, ასე აკეთებენ საერთოდ სოფლებში. ძროხა საჭმელთან ერთად ყოველთვის უდგამე წყალს, რომ ძროხას წყურვილის გამო არ შეუწყდეს სურვილი გააგრძელოს ჭამა. და ასევე არის ადამიანის მაპატით ასეთი პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანეთ, მაგრამ ეს ყველაზე გასაგები მაგალითია. ასეთ მდგომარეობაში ადამიანის ცნობიერებაც. ესე იგი, ჩვენ როდესაც ჩვენ თავს კვებავთ, ვარჯიშებს ვაკეთებთ ცნობიერების გასაფართოებლად, ნელ-ნელა თანდათანობით ეს ცნობიერება ფართოვდება. იგივე ვისაც უნდა უნარების დამუშავება, უნარების გაღვიზება, ამასაც ჭირდება ვარჯიში. აი მე რამდენჯერ დავიწყე ვარჯიში, სუნთქვის ვარჯიშები, ესადა მაცვდებოდა. ახლა ვიტყვი აი ხვალზე და ვერ მოვდევნი ამის დრო. არა და უნდა 5 წუთი, მეტი არა, დღეში ეყოფა 5 წუთი მინიმუმ. ვარჯიში ყველაზე მნიშვნელოვანია. შენ თუ გვინდა რამის განვითარება. ამას ვამბობ, რომ პირველი 3 ჩაკრა და როდესაც თქვენ კითხულობთ, რაღაც გაინტერესებთ, კითხულს ვამ, სამყაროს უსვამთ კითხვებს, თქვენ თავში იხედები და თქვენ თავს უსვამთ კითხვებს და რაღაც კითხვებზე გინდათ პასუხების მოძებნა და თქვენ ეძებთ ამას, ხო? ამ დროს ფართოვდება ეს მასშტაბურად, ეს ჩვენი ცნობიერება და ფართოვდება, იჭიმება ეგრე ვთქვათ, ცნობიერების კუჭი და თქვენ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაცდია. ახლა პირველ კლასელს ავიღოთ სკოლა, პირველ კლასელს მე 10 კლასის პროგრამას ხო ვერ ასწავლი, ხო? არამედ თანდათანობით აძლევენ იმდენს, რომ აითვისოს. ამდენგვარადაა ჩვენი სულიერი, ასე ვთქვათ, კუჭი. კარგით, მე ვერ გავუძელი, თორე ახლა კითხვა პასუხებს მე არ გადავთარგმნი, რატომ და რასაც პასუხობს იგი მას ბევრჯერ აქვს ნათქვამი თავის ვიდეოებში. ამიტომ ეს მცირე ვიდეო გამოვიდა ძალიან, მაგრამ არა უშავს იმის გაგრძელება, რაც მეწინათ ავტორზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.